რეგიონული ოფისების დამატება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გამკაცრებული სანქციები გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მიმართულებით 2025 წელს არაერთი ცვლილება განხორციელდა, რომლის მიზანიც გარემოს დაცვითი კონტროლის ეფექტიანობის ზრდა. რა შედეგი გამოიღო ამ პროცესმა, როგორ შეიცვალა უკანონო საქმიანობების გამოვლენა და რა გეგმები აქვს უწყებას მიმდინარე წელს ამ თემაზე ვრცლად სტუმართან გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსთან ლევან ჭღარკავასთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. დავიწყოთ რეგიონული ოფისებისა და ახალი ტექნოლოგიების ნაწილით. რამდენად შესაძლებელია აი ამ ცვლილებებმა რეალურად მოიტანოს ის, რომ გარემოს დაცვითი მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევები მეტნაკლებად იყოს გადაჭრილი და ეს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა რამდენად შეცვლის არსებულ სურათს. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მე მინდა აღვნიშნო ორიოდე სიტყვით ვისაუბრო იმ ფუნქციებ მოვალეობებზე, რომელიც დღეს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აკისრია. ეს გახლავთ საქვე უწყებო დაწესებულება, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალია, რომელიც უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის კონტროლს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. მინდა აღვნიშნო და შევაჯამ ასევე ვისაუბროთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც დაგეგმილია 2026 წელს. პირველი და აუცილებელი მინდა ვისაუბრო ასევე დეპარტამენტის გაძლიერებაზე, რომელიც ინფრასტრუქტურული პროექტებით არის მოცული. თელავში გაიხსნა ოფისი თანამედროვე ტექნოლოგიებით, ასევე დაგეგმილი გვაქვს ტერიტორიული ორგანოების ოფისის მშენებლობები, მიმდინარე გახლავთ უკვე რაჭის ოფისის მშენებლობა, გურიის ოფისის მშენებლობა და შიდა ქართლში რეგიონალური ოფისების მშენებლობა. რეალურად რას ცვლის თქვენ საქმიანობაში ეს აუცილებელია, რადგანაც დღეს ჩვენ თანამშრომლებს ექნება ის შესაძლებლობები და პრიორიტეტები, რომ უფრო ეფექტიანად განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, როგორც მოგიხსენებათ, პირველადი ეს გახლავთ ველზე მუშაობა, რომელიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი პატრული ეკიპაჟები მოძრაობენ, რომელიც დაუყოვნებლივ და ყისერად რეაგირებენ ყველა იმ დარღვევაზე, რომელიც მანდ უნდა მიაკვლიონ და ნახონ. ასევე გამოკვეთილია ძალიან ბევრი პრიორიტეტი, რადგანაც თქვენ როგორც მოგეხსენებათ, გარემოს დაცვა ძალიან ბევრი სეგმენტურად მიმართულებებით არის დაყოფილი. ეს გახლავთ უკანონო ტყით სარგებლობა, ნომერი პირველი, ასევე უკანონო თევზაობა და საერთო ჯამში ბრაკონიერობასთან ბრძოლა. და ეს გამოწვეული რა სურათი გვაქვს თითოეული ამ მიმართულებით და რეალურად კადრები, რადგან ოფისები იხსნება, შესაბამისად კადრებიც ემატება თუ ამ სიტუაციაში როგორ არის და რამდენად მოახერხეთ გადამზადების ნაწილი გაიარეს ამ ადამიანებმა, იმიტომ რომ ეს ისეთი სპეციფიკური თემებია, რომელსაც უბრალოდ მონიტორინგი არ ყოფნის, ხო? ანუ აქ გარკვეულწილად მეტი კვალიფიკაციაა საჭირო. გეთახმებით, პირველ რიგში ეს ნიშნავს იმას, რომ გაძლიერების პროცესი мотиваცია ყოველი თანამშრომლისთვის. რა თქმა უნდა, კანონმდებლობის სფერო იმდენად იზრდება, რომ ტრენინგი ძალიან ხშირად უტარდება ჩვენ თანამშრომლებს. ეს არის ხელფასების მატებით დაწყებული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებით დამთავრებული. აქტიურად ვიყენებთ ტექნოლოგიებს, რომელიც არის დრონი, თერმული დუბრინდები, კატერები. რამდენად საკმარისი გაქვთ? რა თქმა უნდა, საკმარისი გვაქვს, მაგრამ კადრების დასთან ერთად, რა თქმა უნდა, მატულობს ინფრასტრუქტურაც, მატულობს ის ტექნოლოგიური, ესე ვთქვათ, იარაღები, რომელსაც აუცილებლად შეძენილი გვაქვს. მაგალითად, რომ მივყვეთ თანმიმდევრულად, ვისაუბროთ თუნდაც იგივე ტყით სარგებლობის ნაწილზე, ასე უკანონო თევზჭერაზე, ბრაკონიერობაზე. როგორი სურათი გვაქვს აი ამ სამი მიმართულებიდან თითოეულზე და რამდენად შემცირდა აი ამ მონიტორინგის შედეგად, დაუშვათ სტატისტიკურ კარას გვეუბნება, შემცირებულია მაჩვენებლები, გამოვლენილი შედეგები და მე დაუშვათ თვითონ უკვე არსებული პრაქტიკა რას აჩვენებს, მოქალაქეთა ცნობიერება ამაღლდა თუ მონიტორინგმა და დაუშვათ ამ გამკაცრებულმა პოლიტიკამ იმუშავა. ორივემ ერთად მინდა ისე ვთქვა, რომ 2025 წელს იყო საკანონმდებლო ინიციატივა, სადაც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა დაუჭირა მხარი სამინისტროს და გამკაცრდა მნიშვნელოვნად უკანონო ტყის სარგებლობის წინააღმდეგ სანქციები, რომელიც რაოდენობაზე იყო მიმული და გადავიდა სისხლის სამართლის დასჯადების კუთხით. გარკვეულწილად ცნობიერების ამაღლებამაც გამოიწვია ის, რომ შედარებითი სტატისტიკით იკლო დანაშაულმა უკანონო ტყით სარგებლობასთან დაკავშირებით. ერთ ფაქტს მოვიყვან, 1910 ფაქტი დაფიქსირდა 2025 წლის განმავლობაში, სადაც 2020 წელს იყო 2200-ზე მეტი. ანუ იმ მიმართულებით, რასაც ქვია გამოწვევა, რაც არის, ეს არის უკანონო ტყით სარგებლობა, უკანონო ტრანსპორტირება, სტატისტიკურად ამაზე კლებადობა გვაქვს. თუმცა გაიზარდა სტატისტიკური მონაცემი უკანონო
უკანონო თევზაობას და ნადირობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ აქ მართლაც გვაქვს პრობლემა. რით ხსნით დაუშვათ მონიტორინგი აქ შედარებით სუსტია თუ რით ხსნით რომ დაუშვათ თევზჭერის შემთხვევაში ზრდა გვაქვს პირიქით და ალბათ აქ აუცილებელია მოსახლეობის თანადგომა, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში სოფლებში რომელიც დღეს ნებადართულია ანკესით და სამოყვარულო წესით თევზაობა ამას წინ უძღვეს უკანონო აპარატებით, რომელიც მოსახლეობა იყენებს უკანონო დენის აპარატებით თევზაობა, რომელიც თავდაპირველ ქმედებაზე იწვის სისხლის სამართლის პასუხისგებლობას. ეს ალბათ უნდა გაითავისოს მოსახლეობამ და არ უნდა გავანადგუროთ ჩვენი ფლორა და ფაუნა მათი ქმედებით და ამდენად ხშირია ასეთი აპარატების გამოყენება მოქალაქეების მხრიდან. 805 ფაქტი მქონდა 2000 ეს ბევრია თუ ცოტა? ეს საკმაოდ ბევრია, მინდა გითხრათ და სტატისტიკურადაც დაახლოებით 15%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით ასეთმა ფაქტებმა და ეს არის ძალიან ცუდი. კი ბატონო და არ შემიძლია არ გითხოთ ჰაერის დაბინძურებაზე კონტროლის გაძლიერების ნაწილი ჩვენ რამდენიმე გადაცემის განმავლობაში ქონდა ამას დეტალური საუბარი, თუმცა რა სურათი გვაქვს აი ამ კონტროლის შედეგად დღეს ქვეყანაში რამდენად რეალურად მოახერხეთ ის რომ თქვენმა უწყებამ ჰაერის დაბინძურების კონტროლი მაქსიმალურად იმ ეტაპზე აიყვანეთ, როდესაც შეგვიძლია იმის თქვა, რომ ამ მიმართულებით შემდგომი ნაბიჯები შეიძლება აღარ იყოს საჭირო. პირველი ეს არის სტაციონარული დამაბინძურებელი ქარხნების კონტროლი, სადაც უწყვეტი მონიტორინგის სისტემა გაგვაჩნია, ეს არის კანონმდებლით ვალდებულება, რომელიც იმ საწარმოებს, როგორიცაც ცემენტი და მეტალურგია, აქვს ვალდებულება უწყვეტ რეჟიმში გადმოგცემ ჩვენ დეპარტამენტს მავნენითი ნივთიერებით დაბინძურების სხვადასხვა კომპონენტები, სადაც 5 წამში ერთხელ მოწოდების შემთხვევაში ხდება მათი დაჯარიმება და ყველა საწარმო ცდილობს რომ ამ თავი აერიდოს ესეთი მაღალი სანქციებიდან. ეს არის პრიორიტეტი 36 საწარმოს დღეს საქართველოში უყენია ეს სისტემა და ამის კონტროლი ბუნებრივად უნდა იყენოს და 36 რამდენად არის შესაბამისობაში დაუშვათ არსებულ სურათს. ყველა ის საწარმო, რომელიც დღეს მუშაობს, ბუნებრივია უყენია, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ახალი საწარმო გაიხსნება, მათ აქვს ხისიერი ვალდებულება ეს დააყენონ და ჩაერთონ უწყვეტ მონიტორინგ სისტემაში. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ის პროექტი, რომელიც დაიწყო 2024 წელს, ეს არის მსუბუქი მანქანების გამონაბოლქვის კონტროლი. აქაც სამწუხაროდ მატება გვაქვს, იმიტომ რომ ეკიპაჟების რაოდენობა მოიმატა, ეს არის 4 სხვილი ქალაქი, თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი. მონიტორინგის მიუხედავად მოიმატა? მოიმატა, დიახ, რადგანაც სამწუხაროდ მაინც არის ის ავტომობილები დღეს, რომელიც მავნე ნივთიერების გაფქვევა მიმდინარეობს. ეს ახალი რეგულაციები, რომელიც არის დაგეგმილი, ეს შეცვლის ამ სურათს? ბუნებრივია შეცვლის, რადგანაც ნელა მოხდება ასეთი მანქანების ამოღება და უკვე თანამედროვე ემისიებთან გვექნება საქმე. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ლევან ჭღარკავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. დიდი მადლობა.